საქართველოში ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდა პროსაკვალიფიკაციო საერთაშორისო ჩემპიონატი ბოდიბილდინგში შეჯიბრებაში, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ბოდიბილდერი კაცები და ქალები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა ყველა ასაკის ადამიანს შეეძლო იყვნენ როგორც ვეტერანი, ასევე დამწყები სპორტსმენები. გამოცდილ ბოდიბილდერებთან ერთად ახალგაზრდა ბოდიბილდერი გოგონები და ვაჟები გამოდიოდნენ, რომლებიც პირველად იდგნენ სცენაზე. ღონისძიება მსოფლიო ფიტნეს ფედერაცია, საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ეს ტურნირი პირველად ჩატარდა ბათუმში, დაგეგმილი იყო უკვე 1 წლის მანძილზე და ჩატარდება ყოველ წელს დღეიდან ყოველი ივნისის თვეში. პირველ რიგში ის არის კარგი, რომ საკუთარს ხედავ, რეალურად საგაქვს პრობლემა გარღვევა და შემდეგ უკვე ის რომ უფრო მეტ ადამიანს საშუალება დაინახოს თუ ჯანსაღი ცხოვრება რას შვება და კონკრეტულად სპორტსმენებისთვის როგორია ეს ყოველივე განვლილი გზა. საქართველოს სპორტის მიმართულებით არის რეგიონალური ცენტრი, ყველასთვის კარგად მოიხსენება თავის შედეგებიდან გამომდინარე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ასევე სპორტული ტურიზმის თვალსაზრისით ბათუმი მკვიდრდება როგორც რეგიონალური ცენტრად და ეს ტურნირი, რა თქმა უნდა, სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით ძალზე საინტერესოა.